მერკოსურსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. ასადის რეჟიმი დასრულდა. რა ბედი ელის სირიას. ახალი კანონით ავსტრალიელ მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ. თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირი ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ევროკავშირსა და მერკოსურს შორის საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდა. 1991 წელს შექმნილი მერკოსური სამხრეთ ამერიკის ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომლის წევრებია არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი. ვენესუელას 2016 წელს შეუჩერეს წევრობა. ასოცირებული ქვეყნებია ჩილე, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, სურინამი და გაიანა. დამკვირვებელი სახელმწიფოებია მექსიკა და ახალი ზელანდია. მერკოსურის ქვეყნების საერთო მოსახლეობა 295 მილიონ ადამიანს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი $5 ტრილიონ შეადგენს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ევროპა უკვე დიდი ხანია მერკოსურთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევას ესწრაფვის. 2019 წელს ამ საკითხში გარღვევა მოხდა. ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე გადაწყდა, რომ მხარეები ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, მაგრამ ბრაზილიის სათავეში ბოლსონაროს მოსვლით მოლაპარაკება გაიყინა. მაშინ ევროკავშირი ამაზონის ტყეების გაჩეხვის თაობაზე ბოლსონაროს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. შარშან მოლაპარაკება განახლდა და ამჯერად ხელშეკრულების დადებით დაგვირგვინდა. შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და მერკოსურის 4 ქვეყნის ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. შეთანხმების მიღწევა სავაჭრო ბრუნვისთვის გიგანტური თავისუფალი ბაზრის შექმნას ნიშნავს. ამ ხელშეკრულების გაფორმებისთვის ამ ბოლო დროს ორივე მხარე აქტიურობდა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ამერიკის სათავეში ტრამპის მოსვლასა და მის შესაძლო პროტექციონისტულ პოლიტიკას უფრთხის და თავს იზღვევს შესაბამისად. ევროკავშირი კი ცდილობს რეგიონში ჩინეთს სტრატეგიული კონკურენცია გაუწიოს. რამდენიმე წელია ჩინეთი რეგიონში შესამჩნევად გააქტიურდა, რაც ევროპაში გასაგებ შეშფოთებას იწვევს. თუმცა შეთანხმების მოწინააღმდეგეები ორივე მხარეს არსებობენ. მერკოსურის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ მათ შორის შედარებით ღარიბი ქვეყნები ძალაუნებურად მდიდარი ევროპის გავლენის ქვეშ მოექცევიან. შეთანხმებას ასევე ევროპის სოფლის მეურნეობის სექტორი ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ევროპის ბაზარზე ლათინურ ამერიკული იაფასიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოჩნდება, რაც ევროპელ ფერმერებს გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენებს. მით უმეტეს, რომ ევროპის ზოგ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთსა და პოლონეთში, სოფლის მეურნეობის სექტორი სახელმწიფო სუბსიდიებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება საფრანგეთი და პოლონეთი ხელშეკრულებას ასეთი თავგამოდებით. საფრანგეთის პარლამენტში მემარცხენე ძალების გაძლიერებამ მოწინააღმდეგეთა ჯგუფის გააქტიურება გამოიწვია. დასუსტებულ მაკრონს მათი აზრის გათვალისწინება უწევს. აქედან გამომდინარე, მაკრონს არ უნდოდა შეთანხმება ახლა შემდგარიყო, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაჟინებით შეთანხმება შედგა. ევროპის მასმედიის თქმით, ქალბატონ ურსულა საქციელმა მაკრონი გააღიზიანა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით არ დასწრებია ფონ დერ ლაიენი ნოტრ-დამის ტაძრის გახსნის ცერემონიას. საფრანგეთის ფერმერებმა ბრიუსელში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამ საკითხში საფრანგეთი ნამდვილ თავის ტკივილად ექცა ბრიუსელს. მაკრონი ცდილობს ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადმოიბიროს. შეთანხმებამ
ძალაში შესვლამდე ბიუროკრატიული ბარიერები უნდა გადალახოს. ევროპის საბჭოს ხდომაზე საკითხს კენჭი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების კვალიფიცირებული უმრავლესობით ეყრება. კენჭისყრა რომ ჩავარდეს, საფრანგეთს კიდევ 3 ქვეყანა უნდა შეუერთდეს. როგორც ევროპული მასმედია ამბობს, საფრანგეთს შესაძლოა პოლონეთმა დაუჭეროს მხარი. ავსტრია და იტალია ორჭოფობს. გერმანია ბრიუსელთან ერთად საფრანგეთისა და მისი მომხრეების დაშოშმინებას ცდილობს. გერმანია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია ლათინურ ამერიკაში, ამ შეთანხმებიდან დიდ სარგებელს ელის. 10 წლეულებია, რაც გერმანიის ავტო და ელექტროინდუსტრია რეგიონში გაყიდვების რეკორდებს ხსნის. მეორე მხრივ, ეს სექტორები დამოკიდებულია ლითიუმისა და გრაფიტის რესურსებზე, რომლის დიდი მარაგი ლათინურ ამერიკაშია. ბრიუსელი ცდილობს საფრანგეთს განუმარტოს, რომ ევროპის გეოპოლიტიკური გაძლიერებისთვის ეს შეთანხმება ძალიან საჭიროა. ჩვენ თუ ახლა ვარს ვიტყვით ამ შეთანხმებაზე, ლათინური ამერიკა ზურგს შეგვაქცევს. ჩვენს ნაცვლად კი იქ ჩინეთი გაძლიერდება, განაცხადა საგარეო საქმეთა ახალმა ევროკომისარმა კაია კალასმა. სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი დაეცა. თვითონ ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ასე დამთავრდა ასადების ოჯახის 9 საუკუნეზე მეტი მმართველობა სირიაში. ამ დროს ბაშარ ასადის მამის ჰაფეზ ასადის შექმნილი რეჟიმი თავის დროზე იმდენად მყარად იდგა, რომ ვერავის წარმოედგინა მისი ასეთი დაისი. რეჟიმს ყოველთვის ზურგს არმია და უშიშროების ძალები უმაგრებდა. ბაშარ ასადმაც ამ წლების განმავლობაში საკმაოდ საზრიანადი მოქმედა და რუსეთ-ირანის დახმარებით სამოქალაქო ომში გამარჯვებული გამოვიდა. თითქოს. უფრო მეტიც, 2023 წელს ასადმა მრავალწლიანი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა შეძლო. არაბთა ლიგის სამიძეც კი მიიწვიეს. მაშინ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ არაბულმა ქვეყნებმა და ზოგადად მთელმა მსოფლიომ მას ლეგიტიმაცია დაუდასტურა. ანუ წესით კიდევ დიდხანს უნდა ყოფილიყო სირიის მმართველი. სინამდვილეში ასადის რეჟიმი მყიფე აღმოჩნდა. სირიის გაერთიანებული ოპოზიციის სამხედრო ძალებმა 11 დღეში შეძლო ის, რასაც წლების განმავლობაში დიდი სისხლის ფასადაც კი ვერ ახერხებდა. საკვირველი ისაა, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად ხელის გაუმძრებლად გაიმარჯვა. ქალაქები უბრძოლველად ჩაბარდა. ასადის ნაქები არმია კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ერთი სიტყვით, რეჟიმი ხუხულასავით დაინგრა. მსოფლიო ფაქტს დაუფარავი აღფრთოვანებით შეხვდა. ყველაზე მეტად სირიელი რტოლვილები ზეიმობდნენ ევროპასა და თურქეთში. ასევე ხარობდა ოპოზიცია და სირიის მოსახლეობა. ევროპული მასმედიის აზრით, ახლა მთავარია ეს აღდგინება ისევ ტრაგედიით არ დამთავრდეს. მსგავსი სცენები არაერთხელ გვინახავს თანამედროვე ადამიანებს. მაგალითად, როცა ამ 2000 წლის წინ ერაყში სადამ ჰუსეინის და ლიბიაში კადაფის რეჟიმი დაეცა. ყველას ეგონა, რომ ამ ქვეყნების გზა მომავლისკენ იავარდებით იქნებოდა მოფენილი. დრომ კი სულ სხვა სურათი აჩვენა. დღეს ერაყი დანაწევრებულია და ლიბიაში ქაოსი სუფევს. სწორედ ამიტომ ისმის გარდაუვალი კითხვა, რა ელის სირიას? სირიის მომავალი ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ სირიას არ აქვს დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება. არც ძველი წყობა ეყრდნობა დემოკრატიულ საწყისებს და არც ახალი პოლიტიკური ძალები საზრდოობს ამ იდეალებით. თუ ვინმე ასეთი იყო პიროვნულად, ციხეში აღესრულა, ან დასავლეთში გაასწრო. ოპოზიციის ლიდერი აბუ მოჰამად ალ-ჯულანი და მისი თანამებრძოლები ისლამისტები არიან.
საუკუნის დასაწყისში ის ალ-ყაიდას შეუერთდა. სადამ ხუსეინის დაცემის ხანაში ამერიკელებმა დაიჭირეს, მაგრამ როცა გათავისუფლდა, ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა სირიაში. მოგვიანებით ალ-ჯულანმა თავისი მძლავრი სამხედრო დაჯგუფება შექმნა, ისლამურ სახელმწიფოს გამოეყო და მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი დაარქვა, რომელიც მისი თქმით რადიკალურ ისლამს ემიჯნება და თავს ზომიერ ისლამისტად აღიარებს. ასადის რეჟიმი მიუხედავად თავისი სისასტიკისა სეკულარული ძალა იყო. ისლამისტებს კი სახელმწიფოს წყობაზე სულ სხვა შეხედულება აქვთ. ამიტომ ასადის მხარდამჭერი ალავიტები შიშით უყურებენ თავიანთ მომავალს. ოპოზიციაც როგორც თავად სირია არ არის ერთგვაროვანი. ყველა სამხედრო თუ პოლიტიკურ დაჯგუფებას ქვეყნის მომავლის საკუთარი ხედვა აქვს. სირიის მომავალი გარეშე ძალებზეც დიდადაა დამოკიდებული. თურქეთი ცდილობს თავისი მოძმეტ ომები დაიცვას და ქურთები შეავიწროოს. თურქული ძალები სირიის ჩრდილოეთში უკვე ებრძვიან ქურთებს. ისრაელს სირიაში რადიკალური ისლამის მოსვლა აშინებს. ისლამისტური ძალების შესასუსტებლად ისრაელის სამხედრო შენაერთებმა ამ დღეებში ფაქტობრივად გაანადგურეს სირიის ფლოტი და სხვა სამხედრო ობიექტები. ასევე ისრაელი ბუფერული ზონის შექმნის მიზნით სირიის ტერიტორიის სიღრმეში 20 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა. ამერიკის ავიაციამ აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბა. გაურკვეველი რჩება რუსეთის ორი დიდი სამხედრო ბაზის მომავალი. მოკლედ, სირია რთული ტრანსფორმაციის პროცესშია. ექსპერტების აზრით, ამ გარდაქმნაში თავიანთი როლები უნდა ითამაშოს ამერიკამ, ევროპამ, თურქეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, რომელთა დახმარებით სირიამ უნდა მოახერხოს ნორმალურ, სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბება. ალბათ, მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს პოზიტიური ზვრები სირიაშიც და მთელს დანარჩენ რეგიონშიც. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროს არსებობა სოციალური ქსელების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ის კომუნიკაციის გართობისა და განათლების მთავარი წყაროა. მისი მოხმარების სტატისტიკა გამაოგნებელია. დღეს სოცქსელებს 5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ადამიანი ყოველ დღე საშუალოდ 2-3 საათს ატარებს სოციალურ ქსელში. ყოველ ერთ წუთში მხოლოდ WhatsApp-ით 41 მილიონამდე შეტყობინება იგზავნება. სოციალურ ქსელებს ადამიანზე დადებითი გავლენაც აქვს და უარყოფითიც. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ განუსაზღვრალი დროით სოციალურ ქსელში ყოფნა ადამიანს ცხოვრების რეალური აღქმის უნარს აკარგვინებს. ცალკე თემაა სოცქსელი და მოზარდები. ისინი როგორც წესი ეჯაჭვებიან ხოლმე სოციალურ ქსელს და ხშირად ისეთ კონტაქტში შედიან, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს. მაგალითად, პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელი გამოქვეყნების გამო. მოზარდთა უმრავლესობას არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ქსელში განათავსებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მოზარდების მიმართ ხშირია ინტერნეტ ბულინგი ან მსგავსი ვირტუალური ძალადობა. შესაბამისად, საკითხი ასე დგას: როგორ დავიცვათ ბავშვები სოციალური ქსელების ნეგატიური ზემოქმედებისგან? ავსტრალია პრობლემის მოგვარებას მკვეთრი ღონისძიებით შეუდგა. ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით 16 წლამდე მოზარდს სოციალური ქსელის მოხმარება ეკრძალება. ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანომ დააზუსტა, რომ ამ ახალი რეგულაციის სამიზნეა Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და სხვა საგანმანათლებლო პლატფორმები და მესენჯერი ამ კანონმდებლობის ქვეშ არ მოექცევიან. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის თქმით, კანონმდებლობა მოზარდთა დასაცავადაა საჭირო. ჩვენ გვინდა ავსტრალიელ ბავშვებს ბავშვობა, მშობლებს კი სიმშვიდე ჰქონდეთ, განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
ამდაგვარი კანონი ოღონდ უფრო შერბილებული უკვე მიიღო საფრანგეთმა და ამერიკის რამდენიმე შტატმა. კანონში დაწეულია ასაკი. მშობლების თანხმობით კი ყველა ასაკის მოზარდს შეუძლია სოციალური ქსელის გამოყენება. ცხადია, ახალ რეგულაციას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი აზრით, თანამედროვე მოზარდი იმდენადაა გაცნობიერებული ინტერნეტში, რომ მას ადვილად შეუძლია დაბრკოლებების გვერდის ავლა. სოციალური ქსელის ზოგიერთმა პროვაიდერმა კანონის გაუქმებაზე ავსტრალიის უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის ხელმძღვანელობამ ეჭვქვეშ დააყენა კანონპროექტის ლეგალურობა, რადგან მიიჩნევენ კანონის საერთაშორისო რეგულაციებსა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციას ეწინააღმდეგება. სამი საუკუნეა, რაც მსოფლიოში გახმაურებულ მრავალ შეთქმულებაში მასონთა მოძრაობას ზდებენ ბრალს. ბევრს ჯერა, რომ სამყაროს ეშმაკის თაყვანისმცემელი მასონები მართავენ. მასონების შემწეობით ბატონობენ ებრაელები მსოფლიოში და კიდევ ვინ იცის რამდენ რამეს მიაწერენ ამ ბურუსით მოცულ გაერთიანებას. არადა გაგიკვირდებათ მსოფლიოს რა დიდი მოღვაწეები მოიაზრებიან მასონთა საეჭვო ერთობის წევრებად. მაგალითად, ბენჯამინ ფრანკლინი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, უინსტონ ჩერჩილი, მარკ ტვენი, ალექსანდრ პუშკინი და სხვები. ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ეს მასონები და მათი იდუმალებით მოცული მოძრაობის გარშემო რატომ არსებობს შეთქმულების ამდენი თეორია და ლეგენდა. სიტყვა მასონი მსოფლიოში ფრანგულ და ინგლისურ ენებიდან გავრცელდა. ფრანგული სიტყვა franc-maçonnerie და ინგლისური freemasonry თავისუფალ ქვისმთლელობას ნიშნავს. ანუ თავდაპირველი მასონები ქვისმთლელები და მშენებლები იყვნენ. მასონური ლეგენდის მიხედვით მასონობა ბიბლიური მეფის სოლომონის დროს წარმოიშვა. პირველი მასონები იერუსალიმის პირველი ტაძრის მშენებლები ყოფილან. ამიტომ დღევანდელ მასონობაში ბევრი ტერმინი და სახელი იმდროინდელია. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით კი მასონობა მე-17-მე-18 საუკუნეებში ინგლისში წარმოიშვა. ეს ის დროა, როცა განმანათლებლობა ფეხს იკიდებს ევროპაში. ადრე განათლებას მხოლოდ კეთილშობილ გვართა შვილები და უმაღლესი სასულიერო პირები იღებდნენ. მე-17 საუკუნეში კი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისა და სამშენებლო საქმის განვითარების შედეგად ხელოსნებისა და მშენებლების განათლებული ფენა წარმოიქმნა, რომელიც თავისუფალ გილდიებს ქმნიდა. ამ დამოუკიდებელ გილდიებში ხელოსნები არა მარტო სახელოსნო საქმეს სწავლობდნენ, არამედ ფილოსოფიურ ეზოთერულ განათლებასაც იღებდნენ. ასე წარმოიშვა მასონობა. მასონური იდეოლოგია გაჟღენთილია ბიბლიის მიერი ქრისტიანული იდეებით. ისინი უარყოფენ საეკლესიო დოგმებსა და კულტს, მაგრამ ჟერათ ღვთის, რომელმაც შექმნა სამყარო და არ ერევა მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობაში. გარდა ამისა, მასონებს სულის უკვდავების ჯერათ. თანამედროვე ისტორიკოსები მასონობას რელიგიურ ეზოთერულ საგანმანათლებლო მოძრაობად მოიაზრებენ. თავად მასონები კი თავს ფილოსოფიურ და საქველმოქმედო პროგრესულ მოძრაობად მიიჩნევენ, რომლის მთავარი მიზანი თითოეული ადამიანის მორალური თვითგანვითარება, არსებული სამყაროს ცოდნა და მისი კულტურულად, სულიერად და მეცნიერულად გაუმჯობესებაა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს იდეები იზიდავდა მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, მწერლებსა და კეთილი ნების სხვა ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა შეუძლია გახდეს თავისუფალი მასონი და წინ წაიწიოს მოძრაობის შიდა იერარქიაში. მაგალითად, ლოჟის უფროსი უბრალო ხელოსანი შეიძლება ყოფილიყო, ჩვეულებრივი წევრი კი აზნაური. მე-18-მე-19 საუკუნეებისთვის თანასწორობის ეს თეზა რევოლუციური იდეა იყო. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით პირველი მასონური კონვენცია 1717 წლის
24 ივნის დაარსდა. ვახშმად შეკრებილ მასონებს საერთო ლოჟის შექმნა გადაუწყვეტიათ. მასონმა ჯეიმს ანდერსონმა მასონთა წესდების წიგნი დაწერა. რამდენიმე წელიწადში მათი მოძრაობა მთელს ინგლისს მოედო და მალე ევროპის კონტინენტიც დაიპყრო. პირველი ევროპული მასონური ლოჟა ქალაქ ჰამბურგში გაიხსნა. მასონობა გავრცელდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და რუსეთში. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში მასონობა განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა ბრიტანელ ოფიცრებს შორის, რამაც ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებში მის შეღწევას შეუწყო ხელი. 1773 წელს პარიზში ლიბერალური მასონური ლოჟა დაარსდა, რომელმაც მსოფლიოში ლიბერალურ მასონურ მოძრაობას მისცა დასაბამი. პარიზის ლოჟას განსაკუთრებული ადგილი უკავია მასონურ სამყაროში, რადგან მათ თავიანთ რიგებში ათეისტები მიიღეს და სეკულარიზმისა და სოციალური თანასწორობის ერთგულება გამოაცხადეს. მასონური მოძრაობა კლასიკური გაგებით მათ რიგებში ქალთა გაწევრიანებას უარყოფდა. ლიბერალურმა მასონურმა ლოჟებმა კი ქალების დისკრიმინაცია დაგმო. პირველი მასონი ქალი ფრანგი ფემინისტი მწერალი მარია დერემი იყო, რომელიც 1882 წელს პარიზის ერთ-ერთ ლოჟას შეუერთდა. საქართველოში მასონობა რუსეთიდან შემოვიდა. პირველ ქართველ მასონად ისტორიკოსები ცნობილ მეცნიერს მიხეილ ბარათაშვილს მიიჩნევენ. ის რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადასახლებული არისტოკრატული ოჯახის წევრი იყო. 1816 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის მასონურ წრეებთან და კარგი ურთიერთობა ჰქონდა დეკაბრისტებთან. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში რუსეთის მასონური ლოჟების არაერთი ფილიალი გაიხსნა. მასონობა პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატებსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებში. მათ შორის იყვნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები კარლო ჩხეიძე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ირაკლი წერეთელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვები. ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით 2015 წელს დაარსებულა საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა. მასონები ერთმანეთს ძმებს უწოდებენ. ახალ მასონს ყავს მენტორი, რომელიც ხელმძღვანელობს მას და საკუთარ თავზე მუშაობაში ეხმარება. ლოჟების გაერთიანება ქმნის დიად ლოჟას, რომლის სათავეში დიდი მაგისტრი დგას. დიადი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და მასონური იურისდიქციის შესაბამისი რიტუალით. ზოგადად მასონობას სიმბოლიკისა და რიტუალების სიჭარბე ახასიათებს, რაც მას დანარჩენი საზოგადოებიდან გამოარჩევს, მაგრამ ეჭვსაც ბევრს იწვევს. მასონთა მთავარი სიმბოლოა ყოვლის მჭვრეტელი თვალი, რომელიც მასონთა მოღვაწეობის მიმართ სამყაროს დიდი არქიტექტორის მზერას განასახიერებს. ასეთივე სიმბოლოებია თავისუფალ ქვისმთლელთა იარაღები, ფარგალი და კუთხედა. ამბობენ და წერენ, რომ დღეს მსოფლიოში 8 მილიონამდე მასონი და 10,000-მდე ლოჟა არსებობს. მასონთა საიდუმლო ბუნებისა და მათი ლიბერალური იდეების თანაარსებობა საზოგადოებრივი წრეებისა და ხელისუფალთა ეჭვსა და წინააღმდეგობრივ განწყობას იწვევს. ამიტომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მასონურ ლოჟებს კრძალავდნენ ხოლმე. მასონობას ნეგატიურად უყურებს სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობას, რადგან მასონურ მოძრაობაში არ არის გამოკვეთილი თუ რომელი ღმერთის ჯერად ან რომელ რელიგიურ დოგმებს ემორჩილებიან. 1738 წელს რომის პაპმა კლემენტ მე-12-მ მასონების დასაგმობი ბულა გამოსცა, რომ კათოლიკე მასონები განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან. ეს ბულა დღემდე მოქმედებს. მართლმადიდებლობას კრძალავს მართლმადიდებელ მორწმუნეთა მასონურ ლოჟაში გაწევრიანებას. თუმცა ასეთი აკრძალვები ვერ აჩერებდა დასავლელ მეფეებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის ვაშინგტონს, ჩერჩილს, ათათურქსა და სხვებს მასონური ნათლობა მიეღოთ. დღეს სულ ეს იყო,
მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.